რადიო იმედზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად მოგესალმებით დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად მირიან ხოსტაშვილი შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე და მასთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ეროვნული ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მოგესალმებით ბატონო მირიან. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს მსმენელს. და სანამ გადავალთ უშუალოდ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე, მინდა ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს მივაწოდო ერთი ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებული არის თქვენს Facebook-ის გვერდზე, სტატია, რომელიც 1157 წლით თარიღდება და ამ სტატიის ავტორი არის ალექსანდრე კავკასიძე. აქ ამ სტატიაში ის მოგვითხრობს ბიბლიოთეკის შესახებ და აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად 2000 მკითხველი სტუმრობდა მას ბიბლიოთეკას. რა მდგომარეობა არის დღეს? ეროვნული ბიბლიოთეკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის სწორედ იმ კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა, რაც გულისხმობს ჩვენი შენობების ინფრასტრუქტურულ გზას და ისტორიული შენობები გვაქვს მოგეხსენებათ, რომელიც არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში იყო წლების წინ და ჩვენ შევძელეთ ის რომ გავამაგრეთ ავარიული შენობები და ახლა ვიწყებთ სრულ რეაბილიტაციას და უბრალოდ დაწყებულიც არის. დაწყებული და თან განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით რომ აღდგეს ისტორიული დარბაზები. ჩვენს მსმენელს ალბათ მოეხსენება რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი სივრცე იყო განსაკუთრებული, სამწუხაროდ ეს სივრცეები დაიკეტა მხოლოდ იმიტომ რომ შენობა იყო ავარიული. და სწორედ ახლა სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენ შევძელით რომ შენობა გაგვემაგრებინა და რეაბილიტაციის პროცესები გვაქვს დაწყებული. აქ ხაზგასასმელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გქონდა, უნდა აღდგეს და აღვადგენთ ხელოვნებამცოდნეების ჩართულობით, რესტავრატორების ჩართულობით და სხვათა შორის მოხატულობაც კი, რომელიც ამ სივრცეებში არსებობდა, აი ზუსტად ისე ერთ-ერთი აღდგება ყველა მოხატულობა და აი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს ჩვენი სივრცეები. აი ეს არის ხოლმე ძალიან მტკივნეული საკითხი, როდესაც ჩვენ საუბრობთ შენობაზე და მით უმეტეს, როდესაც ეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რამდენად შენარჩუნებული იქნება პირვანდელი სახე, მით უმეტეს თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ ამ შენობას ჰქონდა ისტორიული დატვირთვა, ხო? იგივე მოხატულობა ახსენეთ და არაერთი ესეთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი არის მის კედლებზე. როგორ ხდება, ანუ მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, როგორ ხდება საბოლოო პროექტის დამტკიცება? კომისიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, ჩართულია რასაკვირველია კულტურის სამინისტრო და ძალიან მხარში უდგას ეროვნულ ბიბლიოთეკას კულტურის სამინისტრო და პირადად მინისტრი და ჩვენ ვცდილობთ რომ ზუსტად აღდგეს ყველაფერი ისე როგორც იყო პირვანდელი სახით. და აქ მნიშვნელოვანია ის რომ ეს შენობები, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის, ეროვნულ ბიბლიოთეკას არაერთი შენობა აქვს, მათ შორის ქუთაისში, თბილისში რამდენიმე შენობა აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კონკრეტულად გუდიაშვილის ქუჩაზე არსებულ შენობებზე, რომელიც ბანკისთვის აშენდა თავის დროზე და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილებას იყო გარკვეული სივრცე. ხო და სწორედ აი იმ პროცესებს როგორც მაშინ იყო აღვადგინეთ ესე იგი ქრონოლოგია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც თავის დასკვნები დადეს და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ისტორიული ხაზი არ დაერღვეს. და ამას ვაკეთებთ ზედმიწევნით. და საბოლოო ჯამში ალბათ წლის ბოლომდე 2-3 სივრცეს გავხსნით, სადაც საზოგადოებისთვის იქნება ღია კარის დღე და ყველამ შეუძლია რომ მოინახულოს და დაათვალიეროს ყოველივე. როდესაც მიმდინარეობს ეს არემონტო სამუშაოები, აი ამ შემთხვევაში რამდენად არის ღია ბიბლიოთეკა საზოგადოებისათვის და ჩვენ ხშირად ვეცნობით ხოლმე ხო ინფორმაციას, იგივე პრეზენტაციები, ახალი წიგნის გამოფენა, რაღაც მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენები არის ხოლმე ხო საჯარო ბიბლიოთეკაში. აი ამ შემთხვევაში როგორ მოხდება, თქვა წლის ბოლომდე ამ ყველაფრის გადანაწილება და შეთავსება ერთდროულად? ჩვენ ვცდილობთ რომ არც მკითხველს სივრცე არ მოვაკლოთ და არც კიდევ ღონისძიებებს არ ჩამოვრჩეთ და პარალელურად სამუშაოების პარალელურად ყველა სივრცე დათმობილია აქტივობებისთვის, რომ არ იყოს წყვეტა ბიბლიოთეკის ცხოვრებაში.
ამიტომაც ჩვენ ძალიან კარგად მენეჯმენტის საკითხია ცხადია ეს ყველაფერი და კარგად მივყვებით ამ გზას. სხვა შორის, როდესაც ბიბლიოთეკის შენობაზე გულისხმობ და ბიბლიოთეკაზე ასევე გვაქვს ჩვენ ერთი ძალიან საინტერესო შენობა, ეს არის თბილისში, კასპიის ქუჩაზე სტამბა მუზეუმი. სადაც სტამბის მუზეუმს ვაკეთებთ, ეხლა ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ასევე და რეაბილიტაციის პროცესში. და ახალ რეაბილიტირებულ სივრცეს საზოგადოებას გაუხსნით და ამავე დროს სტამბის მუზეუმსაც ვაპირებთ რომ გავხსნათ. იქ სხვათა შორის დგას ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტამბის დანადგარი, რომელიც კი საქართველოში არსებობდა. ბატონ მირიან, როდისთვის იგეგმება? წლის ბოლომდე ეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დასრულებული. და თქვენ ახსენეთ, რომ სხვადასხვა ქალაქებში არის, ხო? ბიბლიოთეკები, რომელიც თქვენს გაერთიანებაში შემოდის, ასე ვთქვათ და აქ რა ვითარება არის, უფრო დეტალურად რო გითხრათ და აქაც იგეგმება თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი დიდი შენობა ბიბლიოთეკას აქვს ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე, სადაც არის პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საცავი ციგნადი ფონდით. მოგეხსენებათ, ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყნის დეპოზიტარიუმი და ამ დეპოზიტარიუმში საბჭოთა დროს რაც კი ლიტერატურა შემოდიოდა, დღეს შეიძლება აქტიურ მოხმარებაში არ იყოს, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკა მაინც ინახავს თავისი პირობებით. კლიმატ კონტროლი დაცული და ასე შემდეგ. სწორედ ქუთაისში არის ის სივრცე, სადაც ყველაზე დიდი საცავი გვაქვს და მათ შორის სულ ცოტა ხანში უკან ეზოში რეაბილიტაცია იწყება ეხა და ახალ სივრცეს ქუთაისაც შევთავაზებთ. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ვაუჩერიზაციის პროექტი. ვაუჩერიზაცია გულისხმობდა ახალი წიგნადი ფონდით მომარაგებას საქართველოს ბიბლიოთეკების. ამაში კულტურის სამინისტრომ ლომის წვლილი შეიტანა და სწორედ ახალი წიგნები შევიდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში და 850 ბიბლიოთეკაში. და ახალი პროექტი სწორედ მაგას გულისხმობს, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ბიბლიოთეკები გავხადოთ მულტიფუნქციური ცენტრები. სადაც ადამიანები მიიღებენ არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ მრავალფუნქციურ დანიშნულების სივრცეებს. ბატონ მირიან, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხო რეაბილიტაციაზე, სარემონტო სამუშაოებზე და ასე შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე იმის ხაზგასმა, რომ ამ კედლებში ინახება განძი ფაქტობრივად, ხო? გამოცემები, იშვიათი. აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება იგივე კლიმატ კონტროლი, თუ გავითვალისწინებთ სეზონს, ხო? თუ გავითვალისწინებთ იმ გარემო პირობებს, რომელიც არსებობს, მათ ჭირდებათ გაფრთხილება ყოველწუთიერად და ყოველწამიერად. აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება ამის გადანაწილება? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაცია IFLA-ს წევრები. IFLA ყოველწლიურად ახალ კვლევებს და რეკომენდაციებს იძლევა წიგნადი ფონდის შენახვასთან დაკავშირებით და ჩვენც ამ რეკომენდაციებს ვიზიარებთ. და ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში, განსაკუთრებით რარიტეტულ საცავში არის ულტრათანამედროვე კლიმატ კონტროლი. მათ შორის ტენიანობის შემცველი სითბო, სიგრილის და სპეციალური. რა რეკომენდაციებსაც ისინი იძლევიან, ვცდილობთ, რომ სწორედ ამ რეკომენდაციებს ჩვენ ავყვეთ, რათა ჩვენს ქვეყანას გადაურჩინოთ ის განძი, რაც ლიტერატურის სახით გააჩნია. და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ვახტანგ მე-6 სტამბის გამოცემები, ვეფხისტყაოსნის სრული კოლექცია და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. სხვათა შორის ჩვენ არაერთ არქივს ყიდულობთ სოფლიოსში, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეეხება და ახალ-ახალი ლიტერატურაც და განსაკუთრებით საარქივო დოკუმენტები გვემატება. რაც შეეხება რესტავრაციას, ყოველი წლის ბოლოს ხოლმე ეროვნული არქივი აქვეყნებს ერთგვარ სტატისტიკას, სადაც ჩვენ ხედავთ თუ რა მნიშვნელოვან დოკუმენტებსა თუ გამოცემებს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, ეს მოითხოვს მუდმივ ზრუნვასა და განახლებას, ხო, არა მხოლოდ დაცვას. რაც შეეხება აი ამ მიმართულებას ინფრასტრუქტურის კუთხით თუ იგეგმება, თქვათ, ლაბორატორიების განახლება, ანუ თქვათ, რაღაცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, დიახ. ჩვენ გვაქვს რესტავრაცია კონსერვაციის ერთ-ერთი თანამედროვე ლაბორატორია,
სხვათა შორის ჩვენი რესტავრაციის თანამშრომლები მიუდინებით ყავდა სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან კარგი გამოცდილება შეიძინეს და თამამად შემიძლია თქვა და მიემართება რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესტავრატორები ყავს რომელიც ამ საქმეს აკეთებენ და ჩვენ ტექნიკურადაც ვართ მოწოდების სიმაღლეზე რომ თანამედროვე მეთოდებით აღვადგინოთ ხოლმე ის წიგნები რომელიც რესტავრაციას საჭიროებენ არა მარტო წიგნები არამედ რუკები ფოტომასალა ყველა ის დოკუმენტი საარქივო მათ შორის ხელნაწერები და ამას ძალიან აქტიურად ვაკეთებთ. სხვა შორის ჩვენ გვაქვს კიდევ სპეციალური დანადგარი, რომელიც გულისხმობს წიგნების ყუთების დამზადებას. და ამ წიგნის ყუთებს სპეციალურად ვამზადებთ, რომ საცავში კიდევ უფრო დაცულები იყვნენ. და რა არის მაინც მთავარი გამოწვევა, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამ რთულ გზაზე, რა რჩება, რა არის გასათვალისწინებელი და მოდით აქვე მოგვიყვებით სამომავლო გეგმებისა თუ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ციფრულად, ელექტრონულად განთავსება ყველა რესურსის, რაც კი ჩვენ გაგვაჩნია. და ხელმისაწვდომობა და სწორედ ამ გზით მივდივარ და თანამედროვე გამოწვევა სწორედ მაგას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ყველა დოკუმენტი, რაც ბიბლიოთეკაში არის, ხელმისაწვდომი იყოს კითხვისათვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ჩვენ მუშაობთ არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ მკითხველზე, არამედ მსოფლიოში ყველა იმ დიასპორულ წარმოადგენაზე, რომელიც დიასპორას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისას, ანუ ქართველები უცხოეთში. სპეციალურად მათთვის ქმნით ელექტრონულ ბიბლიოთეკას, რომ მათთვის ქართული წიგნები ხელმისაწვდომი იყოს ქართულ ენაზე და ჩვენ ამას აქტიურად ვაკეთებთ. ახალი სკანერებია ჩვენი გამოწვევა, ახალი ლიტერატურა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყოველდღიურად უზარმაზარი ლიტერატურა ციფრდება. და ჩვენი გამოწვევა სწორედ ეგ არის. ასევე ახლოს ვართ იმასთან, როგორც ეხლა მოგახსენეთ, რომ ჩვენი შენობები საბოლოო სახით ჩაბარდეს ქვეყანას და პრაქტიკულად სწორედ იმ სივრცეებს შეემატოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა. და სამომავლო გეგმები შინაარსობრივ პროექტებსაც თუ შევეხებით, იმიტომ რომ ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა საინტერესო გამოცემები, საინტერესო შეხვედრები და ასე შემდეგ, ხო არის გეგმება უახლოეს მომავალში ისეთი რამ, რის შესახებაც შეგვიძლია ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მსმენელებს. სამეცნიერო საქმიანობას ბიბლიოთეკა აგრძელებს, აი მაგალითად ეხლა, როდესაც ჩვენ საუბრობთ, 57 წიგნი ახალი გამოცემა მზადდება. და ეს 57 წიგნი ეყრდნობა ისტორიას, ჩვენი ქვეყნისას და ლიტერატურას. და ამაზე სამეცნიერო საქმიანობას ბიბლიოთეკის თანამშრომლები აგრძელებენ და აქტიურად მუშაობენ ამ თვალსაზრისით. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ მაგალითად ბიბლიოთეკის ალბომს, რომელიც არქიტექტურას შეეხება, რომელიც ისტორიულ მემკვიდრეობას შეეხება და ჩვენ ახალ ალბომსაც წარმოუდგენთ საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს ბატონ მირიან, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ზოგადად, როდესაც საუბარი არის ეროვნულ ბიბლიოთეკაზე, რა დატვირთვა და დანიშნულება აქვს მას, გარდა იმისა, რომ ის ღია არის მკითხველისათვის. უზარმაზარი დანიშნულება ბიბლიოთეკას ის არის ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო და განსაცავი თამამად შემიძლია თქვა. და ეს სწორედ ის განსაცავია, რომელთაც საქართველოს მოქალაქეები უნდა ამაყობდნენ და ამაყობენ კიდევაც და ჩვენი მენეჯმენტის ფარგლებში ჩვენ ამას შევძლებთ, რომ დაუტოვოთ მომავალ თაობას აღდგენილი და რეაბილიტირებული სივრცეები, რომლითაც იამაყებენ და სხვა შორის უნდა ვთქვა, რომ ტურისტი არ აგვია ეროვნულ ბიბლიოთეკას და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ჩვენთან, ჩვენი სივრცეების ანახავად და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ, რომ საქართველოს ყველაზე კარგი კუთხით დავანახოთ მათ შორის უცხოელებს. ძალიან დიდი მადლობა, შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა მირიან ხოსიტაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე.